როცა ვამბობთ კოსმოსურ მისიას, მაშინვე გვახსენდება რაკეტები, ასტრონავტები და სამეცნიერო აღჭურვილობა. მაგრამ იცოდი, რომ კოსმოსში სხვა უცნაური ნივთებიც იგზავნება, ისინი ამას მეცნიერებისთვის აგზავნიან, ზოგი კი უბრალოდ ხუმრობისთვის, პატივისცემის ნიშნად ან რეკლამისთვის. მაგრამ როგორ მოხვდნენ ისინი იქ და რა უცნაური ნივთები გაგზავნეს კოსმოსში? ამას ახლა გავიგებთ. ნომერი 10. სპორტული მანქანა, რომელიც ღრმა კოსმოსში გაგზავნეს. როდესაც ახალ რაკეტას ცდიან, ჩვეულებრივ მასში ჯერ არ ათავსებენ ძვირფას სატელიტს. პირველ ფრენაზე პრობლემის ალბათობა მაღალია. ამიტომ ინჟინრები იყენებენ მძიმე, მაგრამ არა ძვირფას ნივთებს სატესტო ტვირთად. ამით ამოწმებენ, შეუძლია თუ არა რაკეტას დიდი ტვირთის გადატანა. 2018 წლის 6 თებერვალს კი SpaceX-მა უჩვეულო სატესტო ტვირთი აირჩია. ბეტონის ან მეტალის ბლოკის ნაცვლად მათ ნამდვილი სპორტული მანქანა დამოიყენეს. ეს იყო წითელი Tesla Roadster, რომელიც Elon Musk-ს ეკუთვნოდა. რაკეტის ფრენა იყო Falcon Heavy, დიდი რაკეტა, რომელიც შედგებოდა 3 ერთმანეთზე მიმაგრებული Falcon 9-ისგან. მას აქვს 27 ძრავა, რომელსაც შეუძლია 5 მილიონ ფუნტზე მეტი ბიძგის შექმნა. აფრენიცას. იმ დროს ეს იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოქმედი რაკეტა. თუმცა მანქანა უბრალოდ ცარიელი არ დაუტოვებიათ, მძღოლის ადგილას განათავსეს მანეკენი, რომელსაც სტარმენი უწოდეს. მას ეცვა SpaceX-ის სკაფანდრი და იჯდა ისე, თითქოს მართლაც მართავდა კოსმოსში. დაშბორდზე იყო პატარა შეტყობინება, ნუ პანიკობ. ეს ფრაზა აღებულია სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიიდან გალაქტიკის მოგზაურის გზამკვლევი. საუნდ სისტემაში შენახული იყო დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity. თუმცა მანქანის გარეთ ეს სიმღერა ნამდვილად არ ისმოდა. კოსმოსში ჰაერი არ არის, ამიტომ ხმის ტალღებს გასავლელი არ აქვთ. ეს უბრალოდ დამატებითი დეტალი იყო უცნაური მისიისთვის. Falcon Heavy წარმატებით გაფრინდა. მისი 2 გვერდითი ბუსტერი ერთდროულად დაეშვა. მაგრამ ცენტრალურმა ბუსტერმა ვერ შეძლო წარმატებით დაჯდომა. ამასობაში Tesla Roadster-ი, რომელიც ჯერ კიდევ რაკეტის მეორე საფეხურზე იყო მიმაგრებული, მოგზაურობას აგრძელებდა. კამერებმა აჩვენეს მანქანა, რომლის ფონზეც დედამიწა ჩანდა. ეს ფილმის სცენას ჰგავდა. მაგრამ ეს ნამდვილი სპორტული მანქანა იყო, რომელიც ჩვენს პლანეტას გარეთ იმყოფებოდა. ეს მანქანა მარსზე დასაშვებად არ გაუშვიათ. დედამიწის გარშემო ერთი ბრუნის შემდეგ რაკეტი გვავა ამუშავეს, რათა მანქანა მზის გარშემო ორბიტაზე მოეთავსებინათ. ეს ნიშნავს, რომ ის უკვე პატარა ობიექტად იქცა მზის სისტემაში, რომელიც განაგრძობს ბრუნვას ჩვენი ვარსკვლავის გარშემო. მისი ორბიტა დედამიწის ორბიტასთან ახლოს იწყება და მარსის ორბიტას სცდება. მანქანის დაბრუნება ან აღება არ იგეგმება. ის განაგრძობს მოგზაურობას, თანდათან იშლება რადიაციის გამო. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები და კოსმოსში არსებული პატარა ნაწილაკები მას ანადგურებს. საერთოდ ჩვეულებრივი მანქანა არ არის შექმნილი ასეთი პირობებისთვის. სინამდვილეში ბევრმა გააკრიტიკა SpaceX-ის ეს ქმედება. ზოგისთვის ეს უბრალოდ ძვირადღირებული რეკლამაა Tesla-სა და Elon Musk-ისთვის. ზოგი ამბობდა, რომ რაკეტაზე შეიძლებოდა სამეცნიერო აპარატურა დაეთვირთათ, მაგრამ ეს მხოლოდ სატესტო ფრენა იყო. ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, სწორად იმუშავებდა თუ არა Falcon Heavy. ამიტომ დიდი რისკი იყო მაშინვე მნიშვნელოვანი და თვიადგირებული თანამგზავრის დაყენება. Tesla-მ ასევე შეასრულა ნამდვილი სატესტო ტვირთის როლი. მას საკმარისი წონა ჰქონდა, რათა გამოეცადათ სარაკეტო ხომალდის შესაძლებლობები ტვირთის გადატანაში. მაგრამ წარმატებული მხოლოდ რაკეტა არ ყოფილა. მისიამ ასევე უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. წითელი სპორტული მანქანა, რომლის მძღოლის სავარძელშიც მანეკენი იჯდა და ფონზე დედამიწა ჩანდა, თანამედროვე კოსმოსური ფრენის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოდ იქცა. ამან ახალი სამეცნიერო აღმოჩენა არ მოიტანა. მაგრამ მან აჩვენა, რომ დიდი კოსმოსური მისიების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფო სააგენტოებს აღარ შეუძლიათ. ეხლა უკვე კერძო კომპანიებსაც, როგორიცაა SpaceX, შეუძლიათ მძიმე ნივთების კოსმოსში გაგზავნა. ამიტომ Tesla Roadster უბრალოდ მანქანა არ არის, რომელიც ხუმრობით გაუშვეს. ის ასევე უნიკალური სიმბოლო გახდა კერძო კომპანიების ახალი ეპოქის კოსმოსური კვლევების დაწყებისათვის. ნომერი 9. ლეგოს ფიგურები, რომლებიც იუპიტერისკენ გაგზავნეს. 2011 წლის 5 აგვისტოს NASA-მ გაუშვა ჯუნოს კოსმოსური ხომალდი იუპიტერისკენ. მისი მიზანი იყო შეესწავლა ატმოსფერო, მაგნიტური ველი, გრავიტაცია და მზის სისტემის უდიდესი პლანეტის შიდა სტრუქტურა. მაგრამ სამეცნიერო ინსტრუმენტების გარდა მისიაში 3 პატარა ლეგოს ფიგურაც იყო ჩართული. პირველი იყო იუპიტერი, რომაული ღმერთი, რომელსაც ელვის მეხი უჭირავს. მეორე იყო იუნო, რომელსაც ხელში გამადიდებელი შუშა უჭირავს, როგორც სიმართლის ძიების სიმბოლო. მესამე იყო გალილეო გალილეი, რომელსაც ტელესკოპი უჭირავს. ის იყო ის, ვინც 1610 წელს იუპიტერის 4 დიდი მთვარე აღმოაჩინა. ფიგურები ჩვეულებრივი პლასტმასისგან არ არის დამზადებული. ისინი ალუმინისგან არის დამზადებული, რომ უფრო გამძლე იყოს. ასევე ისინი უძლებენ რადიაციას და კოსმოსის პირობებს.
ფიგურები მხარად არის მიმაგრებული კოსმოსური ხომალდის სხეულზე, რომ მოგზაურობისას არ მოშორდეს. მათ არ აქვთ სამეცნიერო ფუნქცია. ისინი არ იღებენ ფოტოებს და არც არაფერს ზომავენ. ისინი უბრალოდ NASA-სა და LEGO საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში იქნენ დამატებული, რომ ბავშვები მეცნიერებითა და კოსმოსით დაინტერესდნენ. 2016 წლის 4 ივლისს ჯუნო მიაღწია იუპიტერს თითქმის 5 წლიანი მოგზაურობის შემდეგ. მას კვლავ თან ახლდა 3 პატარა ფიგურა. სანამ ჯუნო იუპიტერს უბლის გარს და მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებს, 3 LEGO-s მგზავრი ჩუმად იმყოფება კოსმოსურ ხომალდზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ მეცნიერებაში ცვლილი არ მიუძღვით, ისინი სიმბოლოდ იქცნენ იმისა, რომ რთული კოსმოსური მისია ბავშვებისთვის მარტივი გზით საინტერესო გახდეს. ნომერი 8 გორილა, რომელიც კოსმოსში გაიქცა. წარმოიდგინე, მუშაობ კოსმოსურ სადგურზე, რომელიც დედამიწიდან ასობით კილომეტრის სიმაღლეზეა. შუმად დაცურავ ერთ მოდულში, როცა მოულოდნელად დიდი შესანახი ჩანთაიღება. შემდეგ იქიდან გორილა დამოდის და სადგურში გდევს. ეს კომედიური ფილმის სცენას გავს, მაგრამ სინამდვილეში ეს მარკლაც მოხდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. 2016 წლის თებერვალში NASA-ს ასტრონავტი სკოტ კელი კოსმოსში თითქმის 1 წლის ყოფნის ბოლო ეტაპზე იყო. ის მნიშვნელოვანი მისიის ნაწილი იყო, რომელიც იკვლევდა თუ რა გავლენას ახდენს კოსმოსში ხანგრძლივი ყოფნა ადამიანის ორგანიზმზე. აქ იკვლევდნენ მის ძვლებში, კუნთებში, მხედველობაში, იმუნურ სისტემასა და სხეულის სხვა ნაწილებში ცვლილებებს. ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერებმა უნდა იცოდნენ, შეძლებს თუ არა ადამიანის ორგანიზმი გაუძლოს ხანგრძლივ მისიებს, მაგალითად მარსზე მოგზაურობას. სკოტი კოსმოსში ყოფნისას მისმა ტყუპმა ძმა მარკ კელიმ, რომელიც ასევე ყოფილი ასტრონავტია, მას უცნაური დაბადების დღის სიურპრიზი გაუგზავნა. მან გაუგზავნა ადამიანის ზომის გორილას კოსტიუმი. როდესაც ის სადგურზე მივიდა, სკოტმა ჩაიცვა ეს კოსტიუმი. შემდეგ ის დიდ შესანახ ჩანთაში დაიმალა. როდესაც ჩანთა გახსნეს, ის უცებ გამოვიდა და სადგურში ბრიტანელ ასტრონავტ ტიმ პიკს დაედევნა. იმის გამო, რომ მათი სხეული თითქმის უწონო იყო, ისინი ისე არ დარბოდნენ, როგორც ადამიანები დედამიწაზე. ისინი იყენებდნენ ხელებსა და ფეხებს, რათა სხეული კედლებსა და ვიწრო გასასვლელებში გაეციათ. ტიმი ლივლივებს, ხოლო გორილა მისდევს მას სადგურის ერთი ნაწილიდან მეორეში. NASA-ს მიხედვით სკოტმა ეს გააკეთა როგორც საკუთარი დაბადების დღის გასართობი ნაწილი. მან ასევე გადაიღო რამდენიმე საგანმანათლებლო ვიდეო, როცა კოსტიუმი ეცვა. მოკლე იყო ეს სახალისო ვიდეო, მაგრამ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. ბევრ ადამიანს გაუხარდა, რადგან ასტრონავტების ცხოვრების სხვა მხარე დაინახეს. ჩვეულებრივ ჩვენ ხედავთ მათ ექსპერიმენტების ჩატარებისას, მანქანების შეკეთებისას, ან მისიის მართვის ცენტრთან საუბრისას. ვიდეოში საზოგადოებამ დაინახა, რომ მათაც შეუძლიათ ხუმრობა და გართობა. გორილას კოსტიუმს არ ჰქონდა სამეცნიერო მიზანი. ეს არ გამოუყენებიათ ექსპერიმენტში და არც რაიმე პრობლემა მოუგვარებია სადგურზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მნიშვნელობა არ აქვს. კოსმოსში ასტრონავტების ცხოვრება რთულია. ისინი თვეების განმავლობაში შორს არიან თავიანთი ოჯახებისგან. მათი სივრცე შეზღუდულია. მათი განრიგი თითქმის ყოველდღე სავსეა ექსპერიმენტებით, ტექნიკური მომსახურებით, ვარჯიშით და სამედიცინო შემოწმებებით. მათ ასევე რეგულარულად უნდა ივარდიშონ, რადგან კუნთები და ძვლები სწრაფად სუსტდება, როცა დიდი ხნის განმავლობაში არ აქვთ ნორმალური გრავიტაცია. ფიზიკური დაღლილობის გარდა მათ შეიძლება სტრესით, სევდაც და მოწყენილობაც იგრძნონ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ დრო სიცილისა და დასვენებისთვის. მარტივი ხუმრობა ეხმარება ეკიპაჟს დაწყობის ამაღლებაში და მათ შორის კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ პატარა და სახიფათო ადგილას, სადაც ყოველდღიურად ერთმანეთის დახმარება სჭირდებათ. გორილას კოსტიუმს კიდევ ერთი ეფექტი ჰქონდა. უფრო მეტი ჩვეულებრივი ადამიანი დაინტერესებდეს და საერთაშორისო კოსმოსური სადგურით. ზოგი ბავშვი შეიძლება არ უყურებდეს გრძელ ახსნას სამეცნიერო ექსპერიმენტების შესახებ, მაგრამ მათი ყურადღების მიპყრობა ადვილია, როცა გორილა კოსმოსში დაცურავს. მარტივი გზით ვიდეომა ჩვენა, რომ ასტრონავტები მხოლოდ სერიოზული მეცნიერები არ არიან, რომლებიც კოსმოსურ კოსტიუმში არიან გამოწყობილნი. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც იღლებიან, ერთობიან და ცდილობენ, რომ პატარა სივრცეში ცხოვრება არ იყოს სევდიანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გორილას კოსტიუმმა არ გამოავლინა სამეცნიერო აღმოჩენა, მას მაინც მნიშვნელოვანი რამ აჩვენა. თუნდაც დედამიწის გარეთ ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიაში იყო. ადამიანს მაინც სჭირდება უბრალო სიცილი. ხანდახან კი მხოლოდ გორილას კოსტიუმია საჭირო, რომ ეს მთელ მსოფლიოს გაახსენო. ნომერი 7 პიცა, რომელიც კოსმოსში მიიტანეს. 2001 წელს პიცა ხატმა ნამდვილი პიცა გაგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მოხსენებულია, რომ კომპანიამ დაახლოებით $1 მილიონი გადაუხადა რუსეთის კოსმოსურ პროგრამას, რათა ეს უჩვეულო მიწოდება გახორციელებულიყო.
მისი მიმღები და მჭამელი იყო რუსი კოსმონავტი იური უსაჩოვი. გაგზავნილი პიცა ჩაულებრივი არ ყოფილა. აუცილებელი იყო რომ ის უსაფრთხო დარჩენილი იყო საკვებად. მიუხედავად ხანგრძლივი მგზავრობისა და შენახვისა, მისი ზომა დაახლოებით 6 დუიმია. ტოპინგად სალამი გამოიყენეს, რადგან პეპერონი საჭირო შენახვის ვადაზე კარგად არ ინახებოდა. ასევე დაამატეს მეტი მარილი და სუნელები, რადგან მიკროგრავიტაციაში ადამიანის გემოს შეგრძნება შეიძლება დასუსტეს. პიცა ფრთხილად დალუქეს, რომ არ გაფუჭებულიყო და სადგურში არ ეცუროს ნამსხვრევები. ის რუსულ სატვირთო კოსმოსურ ხომალდში სხვა მარაგებთან ერთად ჩატვირთეს. სადგურში ჩასვლის შემდეგ უსაჩოვმა ის ვიდეოს გადაღებისას მიირთო. ცადად ჩანს რომ ეს მარკეტინგული ხრიკი იყო, მაგრამ გეგმა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა ამბავი პირველი პიცის შესახებ, რომელიც კოსმოსში მიიტანეს. ეს სამეცნიერო ექსპერიმენტი არ იყო, მაგრამ მან აჩვენა, რომ კოსმოსით შეიძლება ამისთვის გამოიყენონ. რეკლამისა და ბიზნესისთვის. პიცა 10-ისთვის ეს ძალიან დვირადღირებული რეკლამა იყო. რუსეთის კოსმოსური პროგრამისთვის კი ეს დამატებითი შემოსავალი იყო. და იმ კოსმონავტისთვის, რომელმაც ეს პიცა შეჭამა, ეს იყო უბრალო პიცა, რომელიც ჯერ რაკეტით გაფრინდა, სანამ ის მაგიდაზე მოხდებოდა. ნომერი 6 ყველი, რომელმაც დედამიწას შემოუფრინა. 2010 წლის 8 დეკემბერს SpaceX-მა დრაგონის კოსმოსური ხომალდის პირველი ორბიტალური სატესტო ფრენა ჩაატარა. ეს მისია მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ დრაგონს შეეძლო ორბიტაზე გასვლა და უსაფრთხოდ დაბრუნება დედამიწაზე. ჩვეულებრივ ასეთ ფრენებზე მხოლოდ მძიმე სატესტო ობიექტს ათავსებენ, მაგრამ ბეტონის ან ლითონის ნაცვლად SpaceX-მა ხომალდში დიდი ბორბალი, ლებრუერის ხველი განათავსა. ეს იყო ფრანგული ხველი, რომელიც ლითონის კონტეინერში მოათავსეს და დროებით საზოგადოებისთვის დამალეს. ეს იყო მინიშნება მონტი პაითონის კომედიურ სკეჩზე კველის მაღაზიის შესახებ, სადაც ქველი არ იყიდებოდა. დრაგონმა დედამიწას ორჯერ შემოუფრინა, სანამ დაბრუნდებოდა. 3 საათზე მეტი დროის შემდეგ კოსმოსში კაფსულა ატმოსფეროში დაბრუნდა, პარაშუტები გაიხსნა და წყნარ ოკეანეში დაეშვა. ტესტი წარმატებით დასრულდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კერძო კომპანიამ შექმნილი კოსმოსური ხომალდი ორბიტაზე ავიდა და წარმატებით დაბრუნდა. მასთან ერთად უჩვეულო ხველის ტვირთიც უსაფრთხოდ დაბრუნდა. ხველს სამეცნიერო მიზანი არ ჰქონდა, მაგრამ ის გახდა მხიარული სიმბოლო დრაგონის კოსმოსური ხომალდის პირველი დიდი წარმატების. ნომერი 5 ლუკ სკაიუოკერის ლაიტსაბერი კოსმოსში გაემგზავრა. 23 ოქტომბერს ნამდვილი ლაიტსაბერის რეკვიზიტი ვარსკვლავური ომებიდან Space Shuttle Discovery-ზე აიტანეს. მარკ ჰემილმა ის ლუკ სკაიუოკერის როლში გამოიყენა ფილმში ჯედაის დაბრუნება. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სწორად აღნიშნა, რადგან ეს არ არის ლაიტსაბერი პირველი ვარსკვლავური ომების ფილმიდან, რომელიც 1977 წელს გამოვიდა. როგორც ხშირად ამბობენ ინტერნეტში, ის გაგზავნეს ვარსკვლავური ომების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად. დაშვებამდე ეს პიტერ მეიჰიუმ გადასცა, მსახიობმა, რომელმაც ჩუბაკას როლი შეასრულა. NASA-ში რომ მოგზაურობისთვის მოემზადებინათ, რეკვიზიტი ჩატვირთეს STS-120 მისიის დროს. სხვა უფრო მნიშვნელოვან ტვირთთან ერთად, ჰარმონის მოდულთან, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის იყო განკუთვნილი. ლაიტსაბერი ორბიტაზე თითქმის 2 კვირა დარჩა. კოსმოსურ სადგურზე მას ფოტო გადაუღეს, სანამ დედამიწაზე დააბრუნებდნენ ასტრონავტებთან ერთად. მას არ ჩაუტარებია სამეცნიერო ექსპერიმენტი, მაგრამ მან ხელი შეუწყო იმ ბავშვების დაინტერესებას, რომლებიც უყვართ ვარსკვლავური ომები და კოსმოსი. ფილმში ლაიტსეიბერს იყენებენ გალაქტიკაში, რომელიც ძალიან შორსაა, მაგრამ ეს რეკვიზიტი რეალურად გაფრინდა დედამიწიდან და უსაფრთხოდ დაბრუნდა უკან. ნომერი 4 ბაზ ლაიტიარის გრძელი მისია კოსმოსში. ფილმში სათამაშოების ისტორია. ბაზ ლაიტიარის ოცნებაა კოსმოსში გაფრენა. 2008 წლის 31 მაისს ეს მართლაც მოხდა ბაზ ლაიტიარის სათამაშო ფიგურასთან. სათამაშო ჩასვეს კოსმოსურ შატლ დისკავერიში და გაგზავნეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ეს იყო NASA-სა და Disney-ის საგანმანათლებლო პროექტის ნაწილი, რომლის მიზანიც იყო ბავშვების წახალისება, რომ ესწავლათ მეცნიერება და კოსმოსის კვლევა. ეს უბრალო პატარა სათამაშო არ არის. მისი სიმაღლე დაახლოებით 12 ინჩია. თითქმის ისეთივე დიდია, როგორც სახაზავი. როდესაც კოსმოსურ სადგურზე მივიდა, ასტრონავტებმა აჩვენეს, როგორ მოძრაობენ საგნები მიკროგრავიტაციაში. რადგან თითქმის არ არის სიმძიმე, ბაზი თავისუფლად დაცურავდა სადგურის შიგნით. ის ასევე გამოიყენეს საგანმანათლებლო ვიდეოებში, რათა ბავშვებისთვის აეხსნათ ასტრონავტების ცხოვრება და მუშაობა. თავდაპირველი გეგმით ის იქ მხოლოდ რამდენიმე თვე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ კოსმოსური შატლების განრიგის ცვლილების გამო ორბიტაზე მისი ყოფნა 468 დღემდე გაგრძელდა. ეს უფრო გრძელია, ვიდრე ბევრი ნამდვილი ასტრონავტის ერთი მისიის საშუალო ხანგრძლივობა. 2009 წლის სექტემბერში ის დედამიწაზე დააბრუნეს კოსმოსური შატლ დისკავერის ეკიპაჟთან ერთად.
ის კოსმოსში 1 წელზე მეტხანს დარჩა, სანამ მისი უნიკალური მისია დასრულდებოდა. ბას არ ჰქონდა სამეცნიერო ინსტრუმენტები და არც ექსპერიმენტებში ჰქონდა პირდაპირი ცვლილი. მაგრამ მან შეძლო, რომ კოსმოსის კვლევა ბავშვებისთვის უფრო სახალისო და მარტივად გასაგები გაეხადა. ფილმში ის ხშირად ამბობდა, რომ მიდიოდა უსასრულობაში და მის მიღმა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თავად უსასრულობამდე ვერ მივიდა, მისი სათამაშო ფიგურა რეალურად გაფრინდა კოსმოსში და დედამიწას 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უვლიდა. ნომერი 3. პატარა არსებები, რომლებიც მთვარეზე ჩამოვარდნენ. 2019 წლის 11 აპრილს ისრაელის კოსმოსურმა ხომალდმა ბერეშიტმა მთვარეზე დაჯდომა სცადა. ეს უნდა ყოფილიყო პირველი კერძო დაფინანსებული კოსმოსური ხომალდი, რომელიც წარმატებით დაჯდებოდა მთვარეს. მან მთვარის ორბიტამდე მიაღწია, მაგრამ დაშვებისას პრობლემა შეექმნა. კოსმოსურმა ხომალდმა კონტროლი დაკარგა და მთვარის ზედაპირზე ჩამოვარდა. მის ტვირთში შედიოდა პატარა არქივი, რომელსაც მთვარის ბიბლიოთეკა ეწოდება. ის დამზადებულია ძალიან თხელი მეტალის ფენებისგან და შეიცავს უამრავ ინფორმაციას ისტორიასა და ადამიანის ცოდნაზე. მისი მიზანია დედამიწიდან ინფორმაციის საიმედო სარეზერვო ასლად იქცეს. მაგრამ არქივში კიდევ ერთი რამ იყო, რაც ბევრმა არ იცოდა. ათასობით ტარდიგრადა. ტარდიგრადები ძალიან პატარა ცხოველები არიან, რომლებიც უფრო ცნობილია როგორც წყლის დათვები. მათ აქვთ 8 ფეხი და მათი კარგად დასანახად მიკროსკოპია საჭირო. ისინი ცნობილები არიან იმით, რომ შეუძლიათ გადარჩნენ ისეთ პირობებში, სადაც სხვა ცხოველების უმეტესობა დაიღუპებოდა. როდესაც წყალი არ ყოფნით ან გარემო ცუდია, მათი სხეული შრება და ისინი გადადიან მიძინებულ მდგომარეობაში. თითქმის სრულად წვეტენ თავიანთ ნორმალურ საქმიანობას, სანამ პირობები არ გაუმჯობესდება. ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ტარდიგრადები, რომლებიც ბერეშიტთან ერთად გააგზავნეს, ისინი გააშრეს და დამცალ მასალაში მოათავსეს არქივთან ერთად. რადგან კოსმოსური ხომალდი ჩამოვარდა, გაურკვეველია, დარჩა თუ არა არქივი უვნებელი, ან გადარჩნენ თუ არა ტარდიგრადები. ლუნარული ბიბლიოთეკის შემქმნელმა თქვა, რომ შესაძლებელია ზოგი მათგანი გადარჩა, მაგრამ ეს დადასტურებული არ არის, რადგან არავინ მისულა და არავის შეუმოწმებია ავარიის ადგილი. თუნდაც ისინი უვნებლად დარჩენილიყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა მთვარეზე დაძურებიან. იქ არ არის თხევადი წყალი და თითქმის არ არის ატმოსფერო. თუ ისინი გადარჩნენ, დიდი ალბათობით უბრალოდ მშრალ მდგომარეობაში და უმოქმედო დარჩებიან. ისინი ვერ გამრავლდებიან ან ნორმალურად იცხოვრებენ სათანადო წყლის, საკვების და გარემოს გარეშე. მოვლენა საკამათო გახდა, რადგან გაშვებამდე ნათლად არ იყო გაცხადებული, რომ არქივში ტარდიგრადები იყვნენ მოთავსებული. ამან გამოიწვია კითხვები კოსმოსური მისიების პასუხისგებლობის შესახებ. უნდა იყოს თუ არა ნებადართული დედამიწიდან ორგანიზმების სხვა სამყაროში გადატანა. და რა მოხდება თუ შემთხვევით დავაბინძურებთ იმ ადგილს, რომელსაც მეცნიერები ჯერ კიდევ უნდა შეისწავლო. თქვენ არ ვიცით მთვარეზე ჯერ კიდევ არიან თუ არა მთლიანი ტარდიგრადები. მაგრამ იმის გამო, რომ ბერეშიტი ჩამოვარდა, შესაძლებელია ათასობით გამომშალი წყლის დათვი დარჩა მთვარის ზედაპირზე. არა როგორც წარმატებული ექსპერიმენტის ნაწილი, არამედ მისიას გამო, რომელიც სწორად ვერ დაჯდა. ნომერი 2. ასტრონომი, რომელმაც საბოლოოდ პლუტონამდე მიაღწია. 1930 წელს ახალგაზრდა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ პლუტონი აღმოაჩინა. ის მაშინ მხოლოდ 24 წლის იყო და არიზონაში ლოუელის ობსერვატორიაში მუშაობდა. მან არაერთხელ შეადარა ცის სურათები. იქ მან შენიშნა პატარა სინათლე, რომელიც მოძრაობდა. მაშინ, როცა მის უკან ვარსკვლავები ერთსა და იმავე ადგილას რჩებოდნენ. ეს ობიექტი პლუტონად იქნა ცნობილი. იმ დროს მას მზის სისტემის მე-9 პლანეტად მიიჩნევდნენ. მაგრამ 2006 წელს მისი კლასიფიკაცია შეიცვალა და მას ჯუჯა პლანეტა უწოდეს. კლაიდ ტომბო გარდაიცვალა 1997 წელს. 9 წლის შემდეგ NASA-მ გაუშვა New Horizons-ის კოსმოსური ხომალდი, პლუტოს პირველი ახლო შესწავლისთვის. მისიის გუნდმა პატივისცემის ნიშნად ტომბოს მცირე რაოდენობის ფერფლი განათავსა პატარა ალუმინის კონტეინერში, რომელიც კოსმოსურ ხომალდზე იყო მიმაგრებული. ამას მისი ოჯახი დაეთანხმა. კონტეინერზე ეწერა, რომ ის იყო ამერიკელი ასტრონომი, რომელმაც პლუტო აღმოაჩინა. აქ მოხსენიებულია მისი ოჯახი და მისი ცხოვრება როგორც ასტრონომის, მასწავლებლის, მეგობრისა და ხუმრობის მოყვარულის. 2015 წლის 14 ივლისს New Horizons-ი პლუტოსთან ახლოს გაფრინდა. ბოლოს და ბოლოს მან გადაიღო პირველი მკაფიო და დეტალური სურათები იმ სამყაროსი, რომელიც ტომბაუიმ 85 წლის წინ აღმოაჩინა. მისია მაჩვენა, რომ პლუტო უბრალოდ გაყინული ქვა არ არის. მას აქვს მაღალი მთები, რომლებიც წყლის ყინულისგან არის შექმნილი, თხელი ატმოსფერო და დიდი ველი, რომელიც სავსეა გაყინული აზოტით. აქვე ჩანს ცნობილი გულის ფორმის ნაწილი, რომელსაც ტომბაუ რეგიო ეწოდება მის საპატივცემულოდ. New Horizons-ი პლუტოზე არ გაჩერებულა. ის გააგრძელა გზა კუიპერის სარტყელის უფრო შორეულ ნაწილში. თან კვლავ ატარებდა ტომბაუს ფერფლს. კაცი, რომელმაც პლუტო მხოლოდ ცის სურათების გამოყენებით აღმოაჩინა, თავადაც იქ ჩავიდა. არა როგორც ასტრონავტი, არამედ როგორც კოსმოსური ხომალდის პატარა ნაწილი, რომელმაც პირველად გვაჩვენა იმ სამყაროს ნამდვილი სახე, რომელიც მან აღმოაჩინა. ნომერი 1.
დედამიწის ოქროს გზავნილი სამყაროსთვის. 1967 წელს NASA-მ გაუშვა Voyager 1 და Voyager 2. ორი კოსმოსური ხომალდი შეიქმნა იმისთვის, რომ შეესწავლათ მზის სისტემის შორეული პლანეტები. Voyager 1 მიაღწია იუპიტერსა და სატურნს. ამ დროს Voyager 2-მა ასევე მოინახულა ურანი და ნეპტუნი. მაგრამ სამეცნიერო ინსტრუმენტების გარდა თითოეულ კოსმოსურ ხომალდზე მიმაგრებულია განსაკუთრებული რამ. ოქროს დისკი. ეს არის 12 დიუმიანი სპილენძის დისკი, რომელიც დაფარულია ოქროთი. მას ასევე აქვს გამძლეყდა და მარტივი ინსტრუქციები თუ როგორ უნდა დაუკრა და წაიკითხო იგი. ეს არ გაკეთებულა იმისთვის, რომ Voyager-ს სამეცნიერო მონაცემების შეგროვებაში დახმარებოდა. ეს არის გზავნილი დედამიწიდან ნებისმიერი არსებისთვის, ვინც შეიძლება მომავალში ძალიან შორეულ დროში იპოვოს იგი. ჯგუფმა, რომელსაც ასტრონომი კარლ სეიგანი ხელმძღვანელობდა, შეარჩია ის საგნები, რომლებიც აქ უნდა ჩაეწერათ. ჩანაწერში შედის 115 სურათი, რომლებიც ადამიანს ასახავს. ცხოველები, მცენარეები, დნმ, ადამიანის სხეული, მზის სისტემა, ქალაქები და დედამიწაზე ყოველდღიური ცხოვრება. შიგნით ნამდვილი დაბეჭდილი ფოტოები არ არის. სურათები სიგნალებად იქნა გადაკეთებული. თუ ეს სიგნალები სწორად წაიკითხეს, შესაძლებელია შავ-თეთრი სურათების აღდგენა. ასევე არის მისალმებები 55 ენაზე. აქ შედის როგორც თანამედროვე ენები, ასევე აკადური, ძველი ენა მესოპოტამიიდან. ინგლისურ მისალმებაში ისმის ბავშვების ხმა, რომლებიც ამბობენ, რომ მუსიკას უკრავენ. ისინი პლანეტა დედამიწიდან არიან. ასევე არის ხმები ჩვენი სამყაროდან. იქ არის წვიმის, ქარის, ჭექა-ქუხილის, ფრინველების, ვეშაპების ხმები, გულის ცემა, სიცილი და დედის კოცნა მის შვილზე. მისი მიზანია აჩვენოს, როგორი ჟღერადობა აქვს სიცოცხლეს დედამიწაზე. ასევე მასში დაახლოებით 90 წუთის მუსიკაა სხვადასხვა კულტურიდან და ეპოქიდან. მოყვება ნაბაკისა და ბეთჰოვენის კლასიკური მუსიკა, ტრადიციული სიმღერები სხვადასხვა ქვეყნიდან და ჩაკ ბერის როკ-ენ-როლის სიმღერა, Johnny B. Good. ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ინტელექტუალური სიცოცხლე ამას იპოვის. უსაზღვრად დიდია კოსმოსი, მაშინ როცა ორი Voyager ძალიან პატარაა. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიქმნა ოქროს დისკი. ეს ასევე ჩვენი სამყაროს დროის კაფსულაა. ის აჩვენებს, როგორ გამოვიხურებით, როგორ საუბრობთ, დას ვისმენთ და რა მუსიკა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ამჟამად ორივე Voyager-ი მოგზაურობს ვარსკვლავთშორის სივრცეში. ისინი უფრო შორს არიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი და ისინი განაგრძობენ დაშორებას. მათთან ერთად არის ოქროს დისკები, რომლებიც შეიძლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ კოსმოსში. შეიძლება არავინ ნახოს ან მოისმინოს ეს შეტყობინება, მაგრამ თუ ოდესმე ვინმე იპოვის ამას, ისინი გაიგებენ, რომ ოდესღაც არსებობდა პატარა პლანეტა, სავსე სიცოცხლით, ხმებით, ენით და მუსიკით. და ძალიან შორეული კოსმოსიდან თითქოს ერთი მარტივი გზავნილია ოქროს დისკიდან. აქ ვართ ჩვენ, ეს ჩვენი სამყაროა და ოდესღაც აქ ცხოვრობდით.